თავისთავად ეს განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი მორიგი დასტური იმის, რომ სასიცოცხლოდ სჭირდება ივანიშვილის რეჟიმს ლეგიტიმაცია და გადარჩენის ერთადერთ შანსს რეალურად ხედავს აღიარებაში და ლეგიტიმაციაში და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე, ისევ როგორც ქვეყნის შიგნით, რომელიც მიმართული იყო რეჟიმის არაღიარებაზე, იყო ძალიან სწორი ფოკუსი და ამ ფოკუსის შენარჩუნება შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ არ შევყვეთ ივანიშვილს ამ ფარსში, ამ სპეცოპერაციაში, რომელსაც თავად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად მოიხსენიებს, მაგრამ სინამდვილეში ამ მოვლენას ძალიან კარგად ვიცით, რომ არაფერი საერთო არჩევნებთან არ ექნება. რაც შეეხება ამ კომიკური ფიგურის განცხადებას და დარწმუნებული ვარ, ხა თუ მის საპარლამენტო საქმიანობას გადავხედავთ, რომლის პირდაპირ მომსწრე მე ვიყავი, რომელმაც საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ ბილდსიტყვაობით დაამახსოვრა თავი პლენარულ დარბაზში მისი გამოსვლით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადებაც ბუნებრივია ივანიშვილის სხვა მსახურებმა დაუწერეს. მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ რა თქმა უნდა ეს არ შეეხება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მეოთხე წელია პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება. ძალიან დიდი ცინიზმია, როდესაც ეს პერსონაჟი, პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილი საუბრობს პარტიების საარჩევნო პროცესში სრულფასოვნად მონაწილეობის მიღების აუცილებლობაზე. რამხელა ცინიზმია, მაშინ როდესაც ჩვენი პარტია მე რამდენი წელია მათ შორის წინა საარჩევნო პერიოდებში და თავად არჩევნებშიც მონაწილეობას იღებდა. რატომ ხარ დარწმუნებული? აქ არის ამ ტიპის ჩანაწერი მიმართავ პოლიტიკურ ლიდერებს. რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ეს შეიძლება არ შეეხოს მიხეილ სააკაშვილს? იმიტომ ვარ დარწმუნებული, ქალბატონ დიანა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან კარგად იცის რეჟიმმა, რომ არასოდეს გარიგდება და არასოდეს შევა ვაჭრობაში ბიძინა ივანიშვილთან, ეს ერთი და მეორე იმიტომ, რომ ის რომ გათავისუფლდეს მნიშვნელოვნად შეიცვლება ამ ქვეყანაში პროცესები და ესეც ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილმა, ამიტომ რა თქმა უნდა ამ პოლიტიკური ჯამბაზის განცხადება დარწმუნებული ვარ, რომ არ ეხება კი ბატონო, ასე დავსვა მაშინ პოლიტიკურ ტყვეს და იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია გარდამტეხი ცვლილება მოიტანოს ჩვენი ქვეყნისთვის. ასე დავსვა მკითხვას, თუ ეს განცხადება შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ვიმეორებ ფორმულირებას მივმართავთ პოლიტიკურ ლიდერებს, იქ არ იყო პარტიის თავმჯდომარეები, თქვათ რაღაცნაირი პარტიის ფორმალური თუ არაფორმალური თუ ეს თქვათ რეგისტრირებული და ასე შემდეგ. ანუ ასეთი ჩანაწერი იყო, რომ მივმართავთ პოლიტიკურ ლიდერებს, სოციალურ ქსელს რომ გადავხედე, იქაც ამ განცხადებამ გააჩინა ეს კითხვა, რამდენიმე ეს თქვათ კედელზე შემხვდა ამ ტიპის ფორმულირება კითხვის, რომ შეეხოს მიხეილ სააკაშვილს, თქვენ არ ურჩევთ მას ამით ისარგებლოს, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ის ამ შეთავაზებით არ ისარგებლებს? ქალბატონ დიანა, რას გვთავაზობთ პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც 13 წლის მანძილზე არასოდეს გარიგებაზე არ წასულა ბიძინა ივანიშვილთან, ახლა გავრიგდეთ 13 წლის თავზე, მე არ გთავაზობთ, ქალბატონ დიანა, ეს დარწმუნებული ვარ, რომ არის რიტორიკული კითხვა, რომელიც იუმორნარევია შეიძლება. არა, მისი მხრიდან ხომ იყო მსგავსი ტიპის შეთავაზებები, რომ მაგრამ რა თქმა უნდა წავალ პოლიტიკიდან წავალ აღარ ჩავერთვები ქართულ პოლიტიკაში და მე მგონი მაყურებლისთვის უფრო საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ. მე მგონი გაგეცით პასუხი. დარწმუნებული ხართ, რომ საუბრობთ ქალბატონ დიანა, თქვენ მოელით, რომ ვინმე რომელიმე პოლიტიკური ლიდერი გამოიყენებს ამ პოლიტიკური ჯამბაზის შეთავაზებას. მე თქვენ გეკითხებით, თქვენი ლიდერი ხომ არ გამოიყენებს? ეს ხომ დასამარება იქნება ნებისმიერი მათგანისთვის და რაც უფრო მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით, რაზეც უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული პოლიტიკური დისკუსია უნდა შედგეს, არის ის შეთანხმება, რომელსაც უნდა მივაღწიოთ პოლიტიკურმა დემოკრატიულმა ძალებმა, რომ ეს არის მორიგი დასტური იმის, რომ სასიცოცხლოდ სჭირდება რეჟიმს ლეგიტიმაცია, აღიარება და მე ძალიან ხშირად გამიხსენებია მათ შორის თვითმარქვია პარლამენტის თვითმარქვია სპიკერის შალვა პაპუაშვილის სიტყვები, რომელმაც ქართული სპუტნიკის ანალოგის
იმედის ტელეეთერში ერთხელ განაცხადა, რომ ბჭყალებში რადიკალური ძალები არჩევნების ჩაშლას ცდილობენო და ეს ავლენდა სინამდვილეში იმას, რომ ხელა საფრთხედ მიიჩნევენ დემოკრატიული პოლიტიკური ძალების ერთიან პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოქტომბერს ივანიშვილი ცდილობს სპეცოპერაციის ჩატარებას და რომ ჩვენ ეს სპეცოპერაცია არ უნდა დავუშვათ, აქ ჩანდა სწორედ რამდენად სასიცოცხლოდ სჭირდება ივანიშვილს ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად ის, რომ დემოკრატიული ძალების ნაწილი მაინც შეითრიოს თავის თამაში და იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება მაინც იქნება გამოფხიზლების საფუძველი ზოგიერთი დემოკრატიული პოლიტიკური ლიდერისთვის, რომელიც ამ დრომდე განიხილავდა. დინა, მოკლედ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ შეეხოს ეს სააკაშვილი ამით არ ისარგებლებს და არ უნდა ისარგებლოს, რომ დავხურო ეს თემა. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ სააკაშვილი ამით არ ისარგებლებს და არც უნდა ისარგებლოს. სწორად გავიგე? რა თქმა უნდა, დიახ, სწორად გაიგეთ. კი ბატონო, გადავიდეთ სხვა თემაზე. თქვენ ახსენეთ და კიდევ ერთხელ მინდა გკითხოთ, თქვენი აზრით ამ ტიპის შეთავაზებამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ქართული ოცნების სურვილია, რომ ოპოზიცია შეიყვანოს არჩევნებში და ამიტომ არის ეს შეთავაზება, თუ ქართული ოცნების სურვილია, რომ ოპოზიციას აღიარებინოს არა, ეს ვთქვათ, მომდევნო, რომელშიც დიდი ალბათობით შეიძლება მიიღოს მაგალითად ძლიერმა საქართველოსაც მონაწილეობა, არამედ გასული არჩევნების ლეგიტიმაციის და აღიარებისთვის არის ეს შეთავაზება. ანუ მომდევნოს კი არა. ორივე დიანა, ერთი მეორეს ხომ არ გამორიცხავს, როდესაც მონაწილეობას იღებ ნებისმიერ მომდევნო იმგვარ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში, რომელიც არსებული თამაშის წესებით ტარდება, ხო? როდესაც მაგალითად ის ცესკოს თავმჯდომარე ატარებს ეგრეთ წოდებულ არჩევნებს და სინამდვილეში სპეცოპერაციას, რომელსაც ნდობა გამოუცხადა პარლამენტმა, ხო? როდესაც ყველა სხვა უწყება საქართველოს კონსტიტუციური საპარლამენტო მოწყობიდან გამომდინარე თავისთავად ასევე პარლამენტიდან იღებს ლეგიტიმაციას. ხომ ხვდებით, რას ვამბობ? რა თქმა უნდა, ასეთ მოვლენაში მონაწილეობის მიღება, თანამონაწილეობა ამ პროცესში აპრიორი აღიარებაა წინა საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციისაც. ამიტომ უნდათ ეს არ ემსახურება, ამიტომ თქვენი კითხვა სწორია, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს, ანუ ეს სინამდვილეში ორივეს აღიარებას ნიშნავს და ამიტომ არის მაგრამ ნახეთ ასე დავსვამ ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხია ივანიშვილისთვის. ლელო თუ მაინც მიდის აზრს დავასრულებ დიანა. ლელო თუ მაინც მიდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და დიდწილად ჩანს რომ მიდის. კობახიძემ დღეს თქვა, რომ პოლიტიკური ლიდერებს ჩვენ კი არ ვუშვებთ ციხეშიო. ისინი ციხეში იმიტომ მიდიან, რომ ისინი არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმაციასო. აი ასეთი ეგზისტენციალური საფრთხეა მათთვის სინამდვილეში არ აღიარება და დელეგიტიმაცია. ამიტომ თელ ამ ფარს კითხვას დავსვამ. კითხვას არჩევნებად მოიხსენიებენ. ნახეთ, იქნებ ჩემს კითხვაში ლოგიკა დაიჭიროთ. წინა არჩევნების ლეგიტიმაცია. კი ბატონო, იქნებ ჩემს კითხვაში ლოგიკა დაიჭიროთ ასეთი. ლელოს ლიდერები დიდწილად მათი განცხადებები მე ასეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს, მე არ ვიცი თქვენ რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ, რომ ისინი დიდწილად ემხრობიან არჩევნებში შესვლას. მე თუ მრჩება ეს შთაბეჭდილება, ივანიშვილსაც შეიძლება დარჩეს ეს შთაბეჭდილება. ანუ მათი მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლის და როგორც თქვენ ამბობთ, იმ არჩევნების გაправების, ეს ვთქვათ, პრობლემა, როგორ ფორმულირებასაც თქვენ უძებნით, არ არის. ამიტომ ეს შეთავაზება მომავლის კი არა, წარსულისთვის ხომ არ არის, რომ აღიარება იყოს ყაველაშვილის, ხელისუფლების ამისთვის შეთავაზება თან შეთავაზება პარტნიორებისთვის საჩვენებლად, რომ ჩვენ ნახეთ რა კეთილები ვართ, რომ კამპანიაში მათ მონაწილეობის შესაძლებლობას ვაძლევთ. ამისთვის, თორემ თვითმმართველობის არჩევნებში ლელო ისეც შეიძლება წავიდეს და ასეც დღეს კუპრაძემ თქვა, რომ რაღაც მორალურ დილემებს გვიყენებთო გადაწყვეტილების პროცესშიო, ანუ მათი მხრიდან ეს არისო მცდელობაო.
და როგორ შეიძლება ეს საერთოდ მორალური დილემა იყოს ბოდიში ხა ირაკლი კუპარაძესთან, მაგრამ რას ნიშნავს, ანუ ტერორისტთან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვართო და ეხლა ნუ შემოდიხართო რა თქვენი ადამიანებით ვაჭრობა მისთვის რაღაც მომენტში მაინც დასაშვებია და ამიტომ მორალური დილემის წინაშე დგას? ანუ არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ ვერ გავიგე ეს განცხადება, იმიტომ რომ არანაირი მორალური დილემა არ არის და სინამდვილეში ისეთივე მტკიცე პოზიცია უნდა ჰქონდეთ მათ, როგორც დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მე შემოგთავაზეთ, ხო, რომ არანაირ გარიგებაში მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ჩვენი არც ერთი ლიდერი და რიგითი წევრი არ შესულა 13 წლის მანძილზე რეჟიმთან, არ შევა დღეს, არ შევა ხვალ. მხოლოდ ასეთი უკომპრომისობით, მხოლოდ პრინციპულობით, მხოლოდ სიმართლით შეიძლება ავტოკრატიული რეჟიმების დამარცხება. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც ასეა მთელს მსოფლიოში და ასეა ისტორიულად. ეს ჩვენ კი არ გამოვიგონეთ, ეს მიხეილ სააკაშვილმა, ანტინა ბოკუჩავანმა, ნებისმიერმა პოლიტიკურმა ლიდერმა კი არ გამოიგონა. ასეა, რომ ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება, რომელიც სიცრუეზე დგას და სწორედ სწორედ დილემებზე, რომელიც FSB-ში იწერება, მათი დამარცხება შეიძლება მხოლოდ სიმართლით, სიმტკიცით, სიმართლის ზალა, თინა, რაშია ეხლა არჩევნებში არ მონაწილეობაში არის სიმართლის ზალა? ერთიანობაში და უკომპრომისობაში და ბრძოლაში. ბრძოლის იმიტირებაში, დიანა. არა, ბრძოლის იმიტირებაში, ბიძინა ივანიშვილის წესებით და ამისთვის ბრძოლის დარქმევაში. ორი გზა არის. ორი გზა არის. ლელოც ერთიანობაზე ლაპარაკობდა დღეს ირაკლი კუპრაძის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ. თინა, ორი გზა არის. ერთიანობა იქნებ მონაწილეობისთვის, მონაწილეობის ირგვლივ ერთიანობა, ან იქნებ ბოიკოტისკენ ერთიანობა. დიანა, ნახეთ, დიანა, აი ეხლაც და ამ თემას არ ვიცი თუ შევეხებით, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა რომ შევეხოთ. ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი დეკლარაცია, რომელიც პორტოში იქნა მიღებული და როგორც წესი, სადაც ტარდება ხოლმე ეს წლიური სესია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, იმ ქალაქის სახელად არის ხოლმე წოდებული იქ მიღებული დეკლარაცია. ეუთოს დეკლარაციაზე მოუყევი გუშინაც მაყურებელს, დღესაც მოუყვები. კი, ბოდიში, დიანა, ძალიან გთხოვთ, ყველა აზრს თუ გამაწყვეტინებთ, უბრალოდ დეკლარაციას აუცილებლად დაგასრულებინებთ, მაგრამ მე მგონი საინტერესოც არ იქნება თქვენი მაყურებლისთვის. დეკლარაციასთან ერთად ეუთოს გენერალურ დივანსაც დეკლარაციაში გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ პორტოს დეკლარაციაში და ეს არის სწორედ დემოკრატიული ძალების მუშაობის შედეგი, არის პირდაპირი მოწოდება სირიის ახალ ხელისუფლებაზე, რომ უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და თუ გახსოვთ და მაყურებელსაც იმედია ახსოვს, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები ძალიან თანმიმდევრულად მუშაობდით ამ საკითხზე. მე პირადად ამ საკითხზე მქონდა საუბარი მათ შორის კონგრესმენ ჯო ვილსონთან, რომელსაც ძალიან ახლო კავშირები აქვს სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომელმაც საჯაროდ დაწერა ამაზე, რომელიც ესაუბრა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით ქონდა ვიზიტი ასევე სომხეთში, ქონდა შეხვედრები ამერიკის საელჩოში, ისევე როგორც ევროკავშირის საელჩოში და ბევრი სხვა შეხვედრა და ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე დადგა ეს საკითხი. და ძალიან ამაყივარ იმით, რომ ჩვენ დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად ვიბრძვით იმისთვის, რისთვისაც უნდა იბრძოდეს რეალურად ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ამას მხარი არ დაუჭირა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დელეგაციამ, რატომ? იმიტომ რომ მათთვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ივანიშვილის რეჟიმზე გადაფარება. და რატომ არ დაუჭირა მხარი? არ დაუჭირა, იმიტომ რომ იქ საუბარია პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე, ახალი არჩევნების ჩატარებაზე. თავისუფალ არჩევნებზე. ანუ ნახეთ, დეკლარაციაში არის ეს ჩანაწერი, რეზოლუციაში არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს იცის ჩვენმა აუდიტორიამ ეს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთ გამოსავალს დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, ხედავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებაში და ახალ თავისუფალ სამართლიან საპარლამენტო არჩევნებში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც ვიმყოფებოდით დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სადაც შედგა საგანგებო დებატი საქართველოზე ცოტა ხნის წინ, სადაც ასევე ისტორიული მოვლენა შედგა
გახსოვთ ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, რომელსაც მხარი რუსულმა ოცნებამ რა თქმა უნდა არ დაუჭირა ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით, რომ სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნა იქ, მაგრამ იქაც მოწოდებები და რეზოლუციაც, რომელიც წინა სესიაზე იქნა მიღებული, არის სწორედ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები. იგივეს ვხედავთ მაგალითად ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესიდან, რომელიც არის ერთადერთი და ყველაზე მაღალი ტრიბუნა, საერთაშორისო ტრიბუნა, რომელიც კონკრეტულად ადგილობრივ თვითმმართველობას ეძღვნება. დიანა, იგივე მოწოდებებს ვხედავთ ევროპარლამენტიდან, რომ გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ის, რაც აერთიანებს ქართულ ხალხს და ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. და ეხლა რეზოლუციებზე და დეკლარაციების გახარია და ლელო, რომელიც მერყეობს და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ აღარ იმერყევებს და მიიღებს იმ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც გაგვაერთიანებს და რომელიც მოგვაპოვებინებს საბოლოო გამარჯვებას. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ბოიკოტი ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, თინა? დარწმუნებული ვარ, რომ რეჟიმთან კოლაბორაცია, თანამშრომლობა, ანუ არჩევნებში კონსტიტუციით განსაზღვრულ არჩევნებში მონაწილეობას თქვენ უწოდებთ რეჟიმთან კოლაბორაციას? არა, რეჟიმის დელეგიტიმაციისკენ, დიანა, არა რეჟიმის დელეგიტიმაციისკენ, არამედ საკუთარი თავის დელეგიტიმაციისკენ. ახლა აი, სხვათა შორის ეს კითხვაც დაუსვამთ, რომ შენ რატომ ღელავ ასე რატომ ღელავთ ასე იმაზე, ლელო თუ გადაწყვეტს და შევა არჩევნები. გულწრფელად გეტყვით ხო, მე როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ადამიანი, რომელიც კი არიან ასეთი ადამიანებიც, რომელიც ამ კითხვას სვამენ. თქვენი გზა გაქვთ, ლელოს გზაზე რა გაგელდეთ? ლეგიტიმური დაიმარხავენ თქვენთვის ხო უკეთესია თქვენ დარჩებით. ვცდილობ რომ გიპასუხოთ, დიანა, ბოდიში, ხა რა ვიცი, ორ ხმაში ვსაუბრობთ, მთელი ეთერია. მე როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და როგორც ადამიანი, რომელიც კი, მაგრამ მე თქვენ ხო გაცდით კითხვის დასმას და მე პასუხის გაცემასაც თუ დამაცდით, უბრალოდ მე მგონი უფრო საინტერესო ეთერი გამოვა მაყურებლისთვის. და როგორც ადამიანი, რომელიც 2012 წლიდან არც ერთ სხვა პარტიაში არ ყოფილა და არც არასდროს იქნება, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ეს არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები და უდიდესი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე და ამიტომ ჯერა იმის, რომ მომავალშიც ექნება. მე სინამდვილეში საერთოდ არ უნდა მაღელვებდეს ხო სხვა პარტიის ბედი, ასე ვთქვათ. უბრალოდ გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ამ მომენტში გულწრფელად მთელი არსით ვამბობ ამას, მთელი გულწრფელობით. ნამდვილად მეორე ხარისხოვანია ყოველი პარტიული დღის წესრიგი, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. პარტიის თავმჯდომარესაც კი, იმიტომ რომ ქვეყანა ეწირება, ჩვენი ქვეყანა ეწირება უკვე ღიად ირანის, ჩინეთის და რუსეთის მოკავშირეა ჩემი ქვეყანა. და მე არ მინდა რომ ჩემი სამი შვილი გავზარდო ქვეყანაში, რომელიც 12 დღიან ომში ისრაელ-ირანს შორის და სინამდვილეში ასევე ამერიკა და ირანს შორის ირანის მხარეს იჭერს. დიანა, არ მინდა, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ჯერ კიდევ არ გვესმის და არ გვაქვს გაცნობიერებული საშუალო და გრძელვადიანად ეს რამხელა საფრთხეებს შეიცავს ჩვენი ქვეყნისთვის. მართლაც მივა ჩვენი ქვეყანა იქამდე, რომ აქ უბრალოდ შეუძლებელი იქნება, არ ვიცი, არამც თუ ჩვენი უსაფრთხოება საერთოდ შეუძლებელი იქნება ამ ქვეყანაში ცხოვრება. მე თქვენი პოლიტიკური გეგმები, როდესაც 15 წლის ვიყავი, დიანა, იმიტომ რომ სრული განუკითხაობა იყო ამ ქვეყანაში 90-იან წელს, მაგრამ მე ჩამოვედი 2003 წელს და აღარ მინდა მეორედ წავიდე. აღარ მინდა ჩემი შვილები ემიგრაციაში გავზარდო. ამიტომ მე მინდა მეც ამ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, ჩემი შვილები ამ ქვეყანაში ყოველგვარი პარტიული დღის წესრიგი არის მეორე ხარისხოვანი. ეს არის ეროვნული დღის წესრიგი და ამ ეროვნულმა დღის წესრიგმა უნდა გაგვაერთიანოს. დავსვა კითხვა. ეს ირანულ-ჩინური ხელისუფლება ბოიკოტით როგორ მარცხდება? მარცხდება სიმტკიცით, ერთიანობით, ბრძოლით და რაც მნიშვნელოვანია და რითიც დავიწყეთ, დიანა. დელეგიტიმაციით და არაღიარებით. თქვენ ხო დამეთანხმებით, რომ სინამდვილეში საქართველო როგორ გითხრათ, აი ამ რაღაც ვაკუუმში არ არსებობს, ხო? ხა ბიძინა ივანიშვილს ძალიან უნდა რომ ჩვენ სრულ ვაკუუმში მოგვაქციოს, არალეგიტიმაციაში მოგვაქციოს, მაგრამ შტაბ-ჭრილება გექმნება თქვენ პროცესებს, ან თუნდაც ნამდვილად დიანა, დამერწმუნეთ ახლა ამას მაინც შვიდჯერ ჩავიდნე. უმორჩილესად გთხოვთ ახლა ამას მაინც ნუ ამახსნევინებთ, ხო, მაყურებლისთვის, როდესაც მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც
უმაღლეს დონეზე ხდებოდნენ წითელი ხალიჩით ყველგან. ახლა რაღაც გაეროს რომელიღაცა დანაყოფის დეპარტამენტის მოადგილესთან უწევს ხელის ჩამორთმევის ფოტოს გამოდება იმისთვის რომ დაადასტუროს რომ ვიღაცამ საერთოდ გამარჯობა უთხრა. დიახ, სრული დელეგიტიმაციის პირობებშია. და ირაკლი კობახიძეს უხარია ბავშვი, ემანუელ მაკრონმა უწევს თუ რა ვიცი რა ენაზეც ქონდა მასთან კომუნიკაცია, ხო? რა თქმა უნდა. კი ბატონო, ანუ ბოიკოტით ეს ჩინურ სპარსული თუ ირანულ ჩინური ხელისუფლება ბოიკოტით ჩამოიშლება. სიმტკიცით სადღაც ჩამოიშლება. რატო უტრირებთ ბოდიში ხარ რაღაცა ირონია ამოვიკითხე და არა უტრირებთ უკაცრავად. არა, არ გეთანხმებით, ფუნდამენტურად არ გეთანხმებით. ანუ თქვენ რას ფიქრობთ, მაშინ უკაცრავად? არა, მეც ხო შეიძლება რომ მესმის რომ თქვენი პრეროგატივაა, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, როდესაც მიდის ირანის საელჩოში და როგორც საელჩომ გამოაქვეყნა ირანის ტერიტორიული მთლიანობისთვის შეწირულ მოწამეებს სოლიდარობას უცხადებს და მხარეს ირჩევს 12 დღიან ომში, სადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის სამხედრო შეიარაღებული ძალები გამოიყენა იმისთვის, რომ ლიკვიდაცია მოეხდინა ირანის ბირთვული შესაძლებლობის. თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს არის შემოტრიალება საქართველოს საგარეო პოლიტიკის და ზურგის შექცევა ამერიკისთვის და ირანისკენ გახედვა ძალიან სერიოზულად? თუ ეს რამე სახუმარო თემაა. თქვენი ციტატიდან ამოვიღე ეს ფრაზები, რომელსაც თქვენ შემდეგ უტრირება უწოდეთ, ამიტომ უბრალოდ ჩემთვის ეს ნამდვილად არ არის სახუმარო თემა. ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ საქართველოს, რომელიც ერთ დროს იყო მოწინავე ქვეყანა ასოცირების ტრიოში, სადაც ამერიკის პრეზიდენტები ჩამოდიოდნენ, სადაც მართლაც თითის საჩვენებელი იყო თუ რა სწრაფად შეიძლებოდა რეფორმების გატარება იმისთვის რომ ფანჯარა გახსნილიყო ჩვენი ქვეყნისთვის რომ მართლა გავიდეს სამშვიდობოზე, რეალური მშვიდობა მოიპოვოს, არა რუსეთის მონობა, რასაც ივანიშვილი გვთავაზობს და 90-იანი წლების განუკითხაობა, რაც მივიღეთ, სადაც რა ვიცი, ზოგს ოჯახის წევრებს გვტაცებენ და ზოგს ლისის ტყეებში იტაცებენ, რომ ციხეებში გამოამწყდიონ. ეს არის მშვიდობა? არა ეს, არამედ რეალურ სამშვიდობოზე გასვლის რეალური პერსპექტივის მქონე ქვეყანა ვიყავით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. თანამშრომლობა და ყაველაშვილის შემოთავაზებაზე უარი თუ ის თუნდაც იგულისხმება რომ შეიძლება შეეხოს სააკაშვილს. სწორი რეზიუმეა თქვენი გამოსვლის, რომ მე არ თქვათ რომ ვუტრირებ. არა, სწორი რეზიუმეა, მადლობა. თინა, დიდი მადლობა.